ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან ზღვარზე, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი პირველად მცირე სცენაზე ხვალ იხილავს. გუგა მგელაძის პიესის „ფერფლის წეფერი ფანტელების“ უდაბნოს მიხედვით თეატრალური წარმოდგენა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ დადგა. სპექტაკლი გვიყვება გულწრფელი და ფაქიზის სიყვარულის შესახებ, რომელიც ნაპრალებად იშლება მარტოობის შიშსა და იმედზე, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ გამქრალა. მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 25, 26 და 27 აპრილს, ასევე 7, 8 და 29 მაისს შეუძლია. ამ შემთხვევაში აქ წარმოდგენილია ცოლ-ქმრის ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოლ-ქმარი პირველ რიგში არის მეგობარი და ადამიანებიც ალბათ ერთმანეთს უკავშირდებით ერთადერთი გრძნობით, მეგობრობით და აი ამ მეგობრობას ძალიან არ უხდება მალვა, არ უხდება სიყალბე, არ უხდება უთქმელობა და აი ზუსტად ამ თემებზე ალბათ დავაფიქრებთ მაყურებელს. თავი სათქმელი არის რა, რომ ადამიანებს უნდა უყვარდეს ერთმანეთი, ეს ერთი არაფრის დიდებით არ უნდა მოხდეს ის, რომ აი რაღაცის გულისთვის ვინარჩუნებ ოჯახს, ან არის ხო ხშირად მიზეზი შვილი და ასე შემდეგ. არა, ჩვენი სპექტაკლი მაყურებელს ეტყვის იმ სათქმელს, რომ ანუ დამოკიდებულები თუ არიან ერთმანეთთან, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი სიყვარული.